პუტინს ეხა შეხვდა ვიტკოფი და კუშნერი ჩავიდა რა ტრამპის სიძე პუტინთან შესახვედრა და ამავე დღეს ეგრევე მეორე დღესვე ზელენსკი ჩავიდა მაკრონთან. ეს სულ ესე ხდება. მანამდე ტრამპს რო შეხვდა პუტინი ეს მე წავიდა სტარმერთან და მე სანვის ის თამაში მიდის აი ბავშვი თამაშია მე მარტო აქ მე როჟა ვარ და მარტო არ ვარ და რაღაცა. და მაკრონმა წარმოიდგინე მაკრონის შეხვედრაზე ზელენსკითან შეხვედრაზე თქვა ხა რამოდენიმე დღის წინო ჩვენო აი ხა მომავალ კვირაშიო ისეთ ეკონომიურ ზეწოლას მოახდენთო უკრაინულ რუსეთზეო რომ გაუჭირდება სამხედრო დაფინანსებაო და ამაზე კაი პასუხი გაცა სკოტ ბესენტია ფინანსთა მინისტრი ამერიკის რა ჩავრთავ ამას კი არ გაცა პასუხი ზოგადად ევრობიუროკრატებს გაცა მანამდე მაგრამ ნუ ამაზეც არის პასუხი რა ევროპელები მეუბნებიან, რომ სანქციათა მე-19 პაკეტი დაუწესეს რუსეთს. ჩემი აზრით, კრისტიან, როდესაც რაიმეს გაკეთება მე-19-ად გიწევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩაფლავდი. არა. Sorry, არა, მე-19 ჯერო რაღაცას აკეთებ ერთი და იგივეს, ესე იგი ჩაფლავდი. ხო ზუსტი შეფასება და მაკრონის სრული კლოუნი. მთელი ევროპა ეხა დაცინის რაღაცა და ფრანგულ არაზე გამოდის ძალიან სრული სერიოზულობით. ას უკრაინის ომზე საუბრობს და უკრაინის რუკა გამოტრიალებული უკუღმა უჭირავს და ესე იგი როდა თელი ევროპა დაცინის ამ აი გახსოვს ხაბეიშვილი რომ ამოტრიალებული რაღაცა რუკით საქართველოს რუკით რაღაც არ მოს ტევე პირველზე იჯდა რომ ზუსტად სააკაშვილი უკუღმა ციგნით რო იჯდა გახსოვს ხო აი ზუსტად ესე ბიჭო ამოტრიალე რუკი მე ხა რო ის ვიდეო გავა რა თან ლაპარაკის დროს და ნახავ მაყურებელი ამოტრიალებული რუკი აი ესეთ კლოუნად არის მოწყობილი წარმოიდგინე უკრაინის ხალხს მართლა კიდე გამძლეობა მიცეს ღმერთმა ეს ზელენსკიმ რა უქნა ბიჭო რა თხეში ჩააგდო ეს მებრძოლიერი და იმენა ქვეყნის პატრიოტები არიან და იბრძვიან ბოლომდე მართლა იმენა უკან არინახევენ და ესე და ვიღაცები ხელს ითმობენ და ფულებს შოულობენ. მაკრონი ესენი ყველანი გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთთან. მაგიტოს ცდილობენ ეს ომი გაჭიან, იმიტომ რომ ეს ომი რომ დასრულდება, მაგათი პოლიტიკური მოღვაწეობაც დასრულდება.